ნანუკა შეიძლება ახლა ჩავთოთ პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ ის არც სტუდიაში იმყოფება და ძალიან საინტერესო ამბებით არის დილიდან. დილამშვიდობისა ნანუკა. ნანუკა დილამშვიდობის. დილამშვიდობის ანიდა ჩელე მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. დღეს მინდა რომ განსაკუთრებით პატარები შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ვოკალურ თეატრალურ სტუდია აქ არის ყველა პატარა ლაშაც აქ არის თეკოს. სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ია შუღლიაშვილი. დილამშვიდობის. მოდით მაყურებელს გავაცნოთ თქვენი სტუდია და გითხარით რას შეასწავლით და რისი შესწავლა ხდება. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენ სტუდიაში. ჩვენი სტუდია სულ რაღაც 4 თვეს იცვლის, ნოემბრის თვეში დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ ბევრი რამე მოვასწარეთ. სტუდიის ჩამოყალიბების, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი და იდეის ავტორი არის თია ასლამაზაშვილი, რომელიც საკმაოდ გამოცდილია ესეთ რაღაცებში, დიდი პრაქტიკა აქვს ბავშვებთან და ბევრი ბავშვი აღუზრდია, ასევე ძალიან ბევრი ღონისძიება გაუკეთებია და აკეთებს კიდევაც. და აქვე მინდა ვთქვა, რომ არა ჩვენ გვერდში არ დაგვდგომოდა მარი მეფარიშვილი, რომელიც არის ჩვენი ფინანსური მენეჯერი, თია არის არტ მენეჯერი, არ შედგებოდა ეს იდეა მოკლედ. და რას ასწავლით ბავშვებს, მოდი ვუთხოთ მაყურებელს, ძალიან აინტერესებს ალბათ და მე ძალიან მაინტერესებს რისი შესწავლა. სტუდიაში, როგორც თქვით, არის მუსიკალურ თეატრალური სტუდია, ისწავლება ვოკალი, ცეკვა, მეტყველება და სასცენო უნარები. ბავშვებს ყავს გამოცდილი პედაგოგები, ბავშვებთან დიდი ხნის ნამუშევარი და ზოგადად გვაქვს ძალიან თბილი და ოჯახური გარემო. ეს თეატრის დამსახურება ალბათ რომ შევკრიბა ისეთი ბავშვებს ნამდვილად ეთყობა, რომ ძალიან თბილი დამოკიდებული, ძალიან გუნდურად მუშაობენ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ესეთი ლადრიან, ადგენენ, ესე გაღვიძებულები არიან, მოინდომეს და მეთანხმებით ალბათ და ძალიან უნდათ რომ ჩვენ მაყურებელს მიესალმონ და მოდით ვთხოვოთ ბავშვებს, ბავშვებო დილამშვიდობის. აი ესეთი საყვარლები არიან და გესალმებათ თქვენს და მაყურებელსაც ეს უსაყვარლესი ბავშვები. როგორც ვიცი, მათ ჩვენთვის რაღაც ნომერი აქვს მომზადებული. ამაზე შეიქმნა ჰიმნი სპეციალურად ჩვენი სტუდიისთვის და ბავშვები სწავლობენ, აი სწავლის პროცესში არიან და რაც ისწავლეს, იმას გიმღერებენ. რა თქმა უნდა, მოდი გვიმღერეთ აბა ბავშვებო, თუ შეიძლება. ხო გვიმღერებ? აი ესეთი საყვარელი და დამჯერი ბავშვები არიან. მოდი შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს თქვენი ჰიმნი, თუ შეიძლება. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მე უნდა აღვნიშნო, რომ აქ არის მხოლოდ და მხოლოდ 2 პატარა ბიჭი და არიან უფრო მეტი გოგონები. მოდი, შენ რა ქვია მითხარი? ნიკა. ნიკა. რამდენი წლის ხარ? 5-ის. 5 წლის ხარ, ხო? რა სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად და უფრო რომელი გაკვეთილი გიყვარს ყველაზე მეტად? ცეკვა. ცეკვა გიყვარს? სიმღერა არ გიყვარს? კი. გიყვარს, ხო? მოდი, მეორე ბიჭსაც გავესწავლ. შენ რამდენი წლის ხარ? 5-ის. 5 წლის ხარ. შენ რომელი გაკვეთილი გიყვარს გამორჩეულად? ცეკვა. ცეკვა. ყველას მოდი გოგონებს კითხა. შენ მითხარი, აბა რომელი გაკვეთილი გიყვარს ყველაზე მეტად? შენ მგონი სიმღერა უფრო გიყვარს, ხო? სიმღერა.
სიმღერა გიყვარს ხო? აბა შეგიძლია რამის დაიმღერო, უცე? ვიდი, აბა რამის გულმღერე. შენაც გინდა ის. მოდი რამე დაუკრათ და შეიძლება იმღეროს. რა მიმღეროთ? ჭიკ-ჭიკი ჩიტმა გვიკლო გამორბი ველზე ქარია ყაყაჩოები მოზულან ლამაზი საოცარია ყაყაჩოები მოზულან ლამაზი საოცარია ოჩახ, ძალიან დიდი მადლობა. შენ რამდენი წლის ხარ? 5 5 წლის ხარ და უკვე ესე ძალიან კარგად მიხე. 5 არიან და ბიჭებიც. გოგოების 5 არიან და ბიჭებიც ხო? ჩემი და 5-ისა. დასაყვანლები არიან. ძალიან პატარები არიან, მოკლედ აღნიშნეს, რომ ესე 5 წლის ვართო, მოგვიანებით სხვა ბავშვებსაც აუცილებლად გაგაცნობთ, უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად. შენ 4 წლის ვარ ხო? მოგვიანებით სხვა დანარჩენ ბავშვებსაც აუცილებლად გაგაცნობთ, დროებით გემშვიდობებით დარჩით ჩვენთან ერთად არ გადართოთ. მადლობა, არ გადაწესები. ძალიან დიდი მადლობა. ნანუკა ახსავანებული ვარ ნიკაზე. გამოფხიზდა ბავშვი, ყველა გამოფხიზდა. Absolutely.